უცვლელი დრო, უცვლელი ადგილი და კანონის დარღვევის უცვლელი მეთოდი. რუსთაველის გამზირს რამდენიმე ადამიანი ყოველდღიურად ისევ ხელოვნურად კეტავს. ფერხდება საავტომობილო მოძრაობა და იზღუდება გადაადგილება. უცვლელია სამართალდამცველთა რეაგირებაც. არაერთი უშედეგო მოწოდებისა და გაფრთხილების შემდეგ კანონდარღვევთა დაკავებები იწყება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი წუხელად დააკავა. დაკავებულთა ნაწილს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ შორის იყო ანა გამსახურდიაც, რომლის ადვოკატიც ამბობს, რომ გამსახურდია გზის გადაკეტვას ორდღიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგაც გეგმავს. ანამ განაცხადა პირდაპირ, რომ ის გაჩერებას არ აპირებს, სამართალდამცველად ცნეს. განმეორებით შემთხვევაში მას ის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. ვაჟა ბერიშვილს ვიცავდი, აღნიშნული პიროვნება არის პენსიონერი 70 წლის პიროვნება, რომელსაც ერთი დღე მიუსაჯა. აქციის მონაწილეთა რაოდენობა, რომ რუსთაველის გამზირის ბლოკირებისათვის საკმარისი არ არის, ამის აღიარება დღეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესაც კი მოუწია. თუმცა თინა ბოკუჩავა კანონდარღვევის წახალისებას ისევ კულისებიდან და მაინც ცდილობს. თქვენც რომ მიხვიდეთ აქციაზე, წამოიყვანოთ თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები, დამერწმუნეთ რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იდგებოდა რუსთაველზე და კიდევ უფრო მარტივი იქნებოდა ქუჩის გადაკეტვა. რუსთაველის გამზირზე ყოველდღიური და მიზანმიმართული კანონდარღვევის სცენარი, რომ ბრიუსელში იწერება, ამაში მმართველი გუნდი დიდი ხანია დარწმუნებულია. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ამ ფორმით უცხოელი აგენტები, უცხოელი პატრონებისათვის თავის მოწონებას ცდილობენ. ეს არის უცხოელი აგენტების აქცია, ჩვეულებრივი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნები, ხა შეგნებულად არ დავასახელებ კონკრეტულ ქვეყანას, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 კაციანი და 150 კაციანი აქციები. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ვინც იკრიბება 100% ყველა აგენტია, მაგრამ ეს პროცესები თავისი არსით არის წარმართული უცხოური ძალების მიერ, უცხოელი აგენტების დახმარებით. ეს არის გარკვეული სცენარის ნაწილი, სპექტაკლის, რომლის სცენარიც მაღალი ალბათობით საქართველოში არ დაწერილა, იმისთვის რომ შეიქმნას მცდარი წარმოდგენა, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არის მუდმივი პროტესტის მუხტი, მუდმივად ხდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და პროტესტს ქართველი ხალხი გამოთქვამს ასე ღია და მკაფიოდ. ეს არის რა თქმა უნდა ტყუილი, საზოგადოება კარგად იცის, რომ ერთი მუჭა რადიკალების მიერ ხდება ამ პროცესის მართვა. უნებრივია, ყველა ვინც არ დაემორჩილება კანონს, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე აგებს სათანადო პასუხს. მმართველი გუნდი აქციის მონაწილეებს კანონის ფარგლებში მოქმედებას ურჩევს. ახსენებენ, რომ კანონდარღვევის განმეორება სისხლის სამართლის წესით ისჯება.